გორში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ხანძარი დღის 3 საათისთვის წმინდა წყალზე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორს გაუჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი ახლო მდებარე ავტოსადგომზეც გადავიდა. არსებობდა საშიშროება, რომ ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსაც გარჩენოდა. ადგილზე მუშაობდა საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამსახურის 3 ბრიგადა. ხანძრის ლოკალიზება 1 საათში მოხერხდა. სახანძრო სამსახურის უფროსის განმარტებით დამწვარია დაახლოებით 5 მიასედი მიწის ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეტყობინებისთანავე, რადგან ძლიერი ხანძარი იყო და ბალახზე კიდე ცეცხლი, იყო შეტყობინება შემოსული ასეთნაირად. ავტოგასამართ სადგურის უკან, კალფის კალონკის უკანო უკიდია ცეცხლი ბალახსო და რადგან კალონკას ეხება და გასამართ სადგურს, მაშინ 3 ერთეული ტექნიკა გამოვიყვანეთ. და ეკიდა ბალახს. საშიშროება იყო გადადებისა კალონკის ავტოგასამართ სადგურზე და ყველანაირად მაქსიმალ ოპერატულად გამოსვლისთანავე ჩვენი სამსახურის ძლიერი მუშაობის შედეგად ლოკალიზებული იყო. საშიშროება არაფერი არ არის, დაზიანებული აბსოლუტურად არავინ არ არის, სხეულის დაზიანება რავის არ მიუღია. დაახლოებით 5 მიასედი არის დამწვარი ძირითადად ბალახი. შენობა ნაგებობებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ. ცოტა ბოლი წამოვიდა, გაიზარდა, ახლა ჩვენ რა ვიცით რა ის ბოლია, რა ბოლია. მე ძალიან რო გაიზარდა შევაწუხეთ ბაჟანი კამანდა. პირველი ბოქსი რომ მე მგონი კრიშა დაეწვა და ნუ რა ჩემია რა უჯარა მიწა იჯერითარი მიწა აღებული ჯერჯერობით არაფერი ესეთი არ არის იქიდან განმოსულა კიდე ეთყობა იქ რა გააკეთეს იმებს ის ვარ გადაავიდო სიგარეტი იქიდან გაჩდაო რა როგორც მითხრეს